მოგესალმებით მეგობრებო, მოგილოცავთ აღდგომის წყინვალ დღესასწაულს პირველ რიგში გეწეოდეთ ამ დღის სალადამადლი და კარგი სიახლით დაგიბრუნდით, უკვე დიდი ხანი გავიდა კვირაზე მეტი ვიდეო არ ჩაგვიწერია და როგორც იქნა გაკრას მოგვისწრო ჩვენმა თუთაუნის დანებმა, მაგარი კარგი მოდელები ჩამოვიდა, დიდი ხანია ველოდებით ამ დანებს და ცოტა დროში გაგვეწელა ტრანსპორტირების პრობლემის გამო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დაალაგდა და დანები ჩვენთანაა. ახალი შეკვეთაც უკვე გაგზავნილია მაგაზე შემდეგში. ეხლა ეს მოდელები გამოუშვეს წინა შეკვეთის მე სულ ეტაპობრივად თუთაუნი უშვებს სიახლეებს. იგი ქმნის ახალ ფოლადებს, ახალ დიზაინებს, მოკლედ სასაული ბრენდია და ამაში მე მგონი უკვე დარწმუნდით თქვენ თავად. ჩვენ მაღაზიაში უკვე მრავლად მოიპოვება მათი ნივთები. არის აქ უფრო ეხლა დარჩენილია პრინციპში ყველას მაღალი კლასის და ცოტა ძვირიანი ნივთებია და ზუსტად ეხლა ცოტა ბიუჯეტურებით საშუალო კლასის და შევავსებს და ყველა კატეგორიის გვექნება ამ ბრენდის დანები რა. ცოტა ბიუჯეტური ვახსენე, მაგრამ ეს არ ნიშნავს დაბალ ხარისხს, როცა საქმე თუთაუნს ეხება და ამაში მე მგონი თავად დარწმუნდებით. ეხლა დავიწყოთ, მოდი სიტყვა რო აღარ გამიგზელდეს. პირველი მოდელი, ახალი როგორც გითხარით, არ ქონია აქამდე, EVF ქვია მოდელს. ესე დავუკვირდეთ, კარბონის ტარია, გვალა ძალიან კარგად დამუშავებული, ტიტანის ბექსპეისერი, საკიდი, ეს საკიდი ალბათ ნაცნობია, ესეთი მავთული ძალიან პრაქტიკული და მაგარი საკიდია, სპაიდერ ხმარობს ხოლმე ხშირად და ძალიან მომწონს პირადად, იმიტომ რომ რბილია, ჯიბეზე კარგად კეთდება მარტივად, მაგრამ აქვს ხოლმე პრობლემა, ცოტა რყევა და არ არის ისეთი მყარი და საიმედო და ესეთი რაღაც მოიფიქრა თუთაუნმა, ეგ ესეთი სამაგრი ჩავმოყდა, სადაც წერია თვითონ დანის მოდელი, ეს შეგიძლია მოხსნა საერთოდ და უკვე კონსტრუქცია ძალიან მყარია და რაც იყო პრობლემა პრინციპში აღმოფხრილია რა. ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს TATS-ი, მათ მიერ შექმნილი ფოლადია ესეთი სხვადასხვა გრაინდებით, დაშვებებით, სადა პრაქტიკული პირის ფორმით, წინაცხვირი უფრო გათხელებულია და ჭრაზეა ორიენტირებული, საერთო ჯამში ფოლადის სისქი არის 3 მმ, ფრონტ ფლიპი გახსნის მექანიზმი გვაქვს. ძალიან კარგად შესანიშნავად მოძრაობს და კერამიკული ბალბიარინგ გახსნის სისტემა გვაქვს, კერამიკული საკისრები, ანუ სერგეი რამიზოვის არის ამ დანის დიზაინერი, მეგობრებო და ფოლადს რაც შეეხება TATS ცოტა უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, აი ყუთზეც არის დატანილი ფოლადის შემადგენლობა და გეტყვით ეხლავე, შეიცავს ესე იგი ნახშირბას 1,01%, მანგანოს 0,36, ქრომი 14 და 8, რაც საკმაოდ ბევრია და ეს ნიშნავს, რომ ფოლადი უფრო მეტად უჟანგავია და უფრო მეტად უძლებს, ესე ვთქვათ, სინესტეს და სინოტივეს და ჟანგვად ნივთიერებებს, ესე ვთქვათ, ვოლფრამი 0,60-ია შემცველობა, მოლიბდენი, ვანადიუმი უკაცრავად 0,60, მოლიბდენი 1,06 და კობალტი 1,36. ეს მონაცემები საკმაოდ კარგია და ბევრ მაღალი კლასის ფოლადებს აქვს ხოლმე რა, მოკლედ ესეთ შემცველობები. არის მცვეთამედეგი, ჭრაზე ორიენტირებული, ყველა დადებითი თვისება, რაც ფოლადს ჭირდება, აქვს ამ ფოლადს რა. და ამას პრაქტიკა გვაჩვენებს, ტესტებიც გვინდა აუცილებლად ახლო მომავალში ამ კონკრეტული დანების ტესტებს შემოგთავაზებთ, თქვენ და გიო ვაპირებთ, დაგეგმილი გვაქვს უკვე რაღაცეები და უკვე პრაქტიკაშიც ვნახავთ რა. ამიტომ თქვენ თავად შეგიძლიათ რომ გამოცადოთ და დარწმუნდეთ ამ დანების ხარისხში და ფოლადის ხარისხში, ესე ვთქვათ. შემდეგი მოდელი, მეგობრებო, ნიქსი არის. ესეთი ლამაზი ჯიათის ტარი, მეწამული ფერი, ტიტანის ბექსპეისერი და საკიდი გვაქვს, 3D საკიდი ამ შემთხვევაში, აქსის ლოკი ჩამკეტი სისტემა და რა ვიცი, ესეთი საშუალო ზომის დანაა, აი სხვადასხვანაირად შეიძლება მისი გახსნა, ესეთი დროპ პოინტი დავარდნილი პირით გვაქვს, ფოლადი ამ შემთხვევაშიც TATS-ია. ხო, და ყუთი არის კიდევ დატანილი, წელა დამავიწყდა მე თქვა მეგობრებო, თვითონ დანის გაბარიტები და ზომები და სისქე და ყველაფერი რა. თვითონ პირის ზომა, ტარის, თლიანი სიგრძე ამ შემთხვევაში გვაქვს მაგალითად 184 და 39, ანუ დაახლოებით 18.5 სანტიმეტრია დანის თლიანი სიგრძე, პირი 8,2 სანტიმეტრი, სისქე 2 სანტიმეტრამდეა 1 და 8. მოკლედ, ესეც კარგია რა, რომ მოცემული რომ არის ეს და შიგნით ფოუჩი დევს დანის ჩასადები, რათა მოხდეს ტრანსპორტირების დროს არ მოხდეს, ანუ კომფორტულია რა პრინციპში გადასატანოთ დანის ჩასადებები ყოველთვის ავიც მე პირადად მიყვარს და ბევრი. Ну, ფასებს რაც შეეხება გიო, ეს კონკრეტული 180 ლარი იქნება, აი ეს მოდელები და 180-დან 350 ლარამდე. Ну, სათითაოდ ფასებს აღარ მოყვები, იმიტომ რომ როგორც ისიც ჩვენ საიტზე დაიდება დღეს
ერთი მაქსიმუმ 1-2 დღეში რა, მოკლედ უკვე განთავსებული იქნება ყველა მოდელი და ფასები და დეტალური აღწერაც იქნება მითითებული რა. აი ცოტა ბიუჯეტური, ეგრე რა 180 და 350 ლარამდეა ეს დანები და დანარჩენზე შემდეგში კიდევ მოგახსენებთ. შემდეგი მოდელი მეგობრებო, სიგი გახლავთ. აი ესეთი, ამ შემთხვევაში გვაქვს TATS M3, სანვეი ფოლადი გვაქვს, შუაში არის იგივე TATS ჩაღოლებული, რაზეც წეღან ვისაუბრეთ და გვერდებზე M3 ფოლოდი. M3 არის დაახლოებით, მოგითხრათ 420J2-ის ანალოგი, სრულად უჟანგავი და კიდევ უფრო მეტ საიმედოობას გვაძლევს ამ დანის შემთხვევაში. ტარის მასალად გამოყენებულია კარბონი და ჯიათი. კარბონს ესეთი ტექსტურა აქვს. თავიდან ჯიათი მეგონა, იმიტომ რომ ცოტა უხეში რადგან არის რა ეს ზედაპირი და კარბონის ეს ტექსტურა, ეს სტრუქტურაც არ აღიქმებოდა რა, მაგრამ უკვე რო დავაკვირდი და მე ვნახე უშუალოდ ამ დანის მონაცემებით და რაღაცა თურმე კარბონია და კარბონი ძალიან კარგი მასალაა. ფოლადი ამ შემთხვევაში შემცველობა ცოტა კიდევ უფრო გაზრდილია, ნახშირბადი 1 და 2 გვაქვს, მანგანუმი 1, ქრომი ამ შემთხვევაში 18 გვაქვს და მოლიბდენი 0.75. ესეც ძალიან კარგი მონაცემებია, კიდევ უფრო მეტად უჟანგავია და უფრო წვეთამედეგი ეს ფოლადი და ძალიან მაგარი ამბავია ესეც. შემდეგი მოდელი მეგობრებო, ვორომი გახლავთ, ისევ კარბონის ტარი გვაქვს თანაც. კარბონი რაღაცა თბილია და თან კარგად დამუშავებული კარბონი აქვს ხოლმე ძალიან რა, თუ თაუნებს ფრონტ ფლიპი გახსნის მექანიზმი. აქაც სხვადასხვა გრაინდები გვაქვს პირზე, აქ უკვე შუა წელია უფრო გათხელებული, შეწეული ლიგზე ცხვირიკი ცოტა უფრო დასკელებულია, ნათან ცხვირი დავტვირთოთ უფრო მძიმე სამუშაოებზე. ძალიან პრაქტიკული ფორმა, სალაშქროდ, საკემპინგეთ, იგივე რაღაც მცირე ზომის ცხოველის დასამუშავებლად, აი პირი რაღაც გასატყავებლად ძალიან კარგი იქნება, ხელში ძალიან კარგად ზის. მოკლედ ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული იქნება ეს თანაც რა, ფოლადი ამ შემთხვევაში TATS გვაქვს. სხვადასხვანაირადაც შეიძლება ამ დანის გახსნა და საკიდი ამ შემთხვევაშიც რაც თავიდან ვისაუბრეთ, იგივე პრინციპით ძალიან მყარი და საიმედო ბექსპეისერი ტიტანის გვაქვს რა თქმა უნდა და მექანიზმი ისევ კერამიკულ საკისრებზეა მეგობრებო. და შემდეგი მოდელი მაგი უნდა წარმოგიდგინოთ, ფოლადი ამ შემთხვევაშიც გვაქვს TATS M3, ტარიკი კარბონისა და ჯიათის ნაზავია. ძალიან ლამაზად ერწყმის ეს ორი ფერი, მეწამული ჯიათი კარბონთან, ავიცი, იშვიათად არ მინახავს პრინციპში მე მგონი სხვა დანებზე და მშვენივრად ჩაერთო, ძალიან ლამაზად ჩაერთო. ტიტანის 3 დესაკიდი ძალიან ამდიდრებს ამ დანას. ტიტანისავე ბექსპეისერი, თამსტადი გახსნის მექანიზმი და აი ძალიან კარგი მექანიკა აქვს დავადარწმუნებით და ძალიან პრაქტიკულიც იქნება ამავდროულად. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს მაგის. შემდეგი მოდელი კი გახლავთ თემისი მეგობრებო, ფრონტ ფლიპით შესანიშნავად იხსნება, ასევე თამსტადითაც, მოდი ვარ გავხსნათ თამსტადითაც და თვითონ დანას რაც შეეხება, ეხლა დიზაინს ხედავ ძალიან ლამაზია და ფანტასტიკური დამუშავება აქვს, კრისტალური დაფარვით არის ტიტანი, ტექსტურაც აქვს, პირზე აი ზღარი და თვითონ ღარში კიდევ ტექსტურა დატანილი, ეს თამსტადის ანუდირებული ულამაზესი და ანუდირებული ტიტანი გვაქვს და იგივე ფერებშია გადაწყვეტილი მთავარი ვინტი, საკიდი და ბექსპეისერის. ძალიან თხელი დახვეწილი მაგარი დანა. ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს T14-იანი, ესეც მათ მიერ შექმნილი ფოლადია, ნაწერთობი არის 62 როკველზე და გათვლილი არის როგორც ჭრაზე, ასევე გვერდითა დატვირთვებზე, საკმაოდ თხელია დაყვანა და იდეალური იქნება პრაქტიკაში ეს დანა, ვფიქრობ რა. ძალიან ლამაზი და დახვეწილი დანა. აქ არის უკვე რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრემიუმ კლასის მასალების სინთეზი, ყველაფერი ერთდან შეჩადებული, ძალიან თხელი, დახვეწილი და სადა ულამაზესი დანა. DLC დაფარვით გახლავთ ეს ფოლადი, რომელსაც რა თქმა უნდა ფერი არასდროს არ გადაუვა და ყოველთვის ესეთ ვიზუალზე იქნება. მოვლას გააჩნია უკვე რა თქმა უნდა ნაკაწრი და რაღაცა ის ურტყი რა თქმა უნდა დაზიანდება ყველაფერი, მაგრამ ადამიანური მოპყრობის პირობებში შეიძლება მთელი ცხოვრება ეს დანა დამომად იხმარ უატარო და მოკლედ ძალიან კარგი ნივთია რა. ღირებულებას რაც შეეხება, ჩვენს მაღაზიაში ეს დანა ღირება 550 ლარი და ვფიქრობ ამ მასალებისა და მონაცემებისთვის იდეალური ფასია რა. შემდეგი მოდელები მეგობრებო, ვიზი უნდა წარმოგიდგინოთ, ჯიათის ტარი გვაქვს ძალიან კარგად დამუშავებული, გვერდები გადამრგვალებული, ხელში კარგად ზის, rock point-ი დავარდნილი პირი, ცოტა უხეში და აგრესიული, აქ ზღარები ძალიან კარგად გასდევს პირზე, TATS გვაქვს ფოლადი და ტიტანის ბექსპეისერი და საკიდი.
Axis lock-ი ჩამკეტის სისტემა ძალიან რბილია, ხელში კარგად ძის, საკმაოდ პრაქტიკული და მცირე განსხვავებული ვიზუალის დანაა და საკმაოდ ბიუჯეტური იქნება ესეც დაახლოებით 200 ლარის პარკლებში იქნება და ვფიქრობ ესეც ძალიან ადეკვატური და მაგარია ესეთი ხარისხის დანისათვის. ახლა კი შემდეგი მოდელი მეგობრებო, Justice-ი უნდა წარმოგიდგინოთ, კიდევ უფრო დახვეწილი, კიდევ უფრო მაღალი კლასის, კიდევ უფრო პრემიალური, ულამაზესი ტიტანის სახელური და მასში ჩასმულია ისევ ტიტანი, უკვე ანუდირებული და ტექსტურით შავ ფერშია გადაწყვეტილი ანუდირება, როგორც ამ ჩანართის, ასევე საკედისა და backspacer-ის და საერთო ჯამში ძალიან დახვეწილით ხელი, ესეთი პიჯაკის ჯენტლმენის დანას, რასაც ვეძახით ხოლმე, ზუსტად ეგ დიზაინია. From Flippy Box გახსნის მექანიზმი ამ შემთხვევაში და ფოლადი T-Max-ი მეგობრებო. T-Max-ის ამ ბრენდის მიერ შექმნილი ფოლადია და M390-ის ანალოგია უფრო ჩვენთვის გასაგები და ის რომ იყოს რა. ანუ როგორც ხედავთ, პირის მასალაც პრემიალურია. და ეს ნანა ლიმიტირებულია, რაც თავარია, სულ 300 ცალია დამზადებული, აი backspacer-ზეა დატანილი, ეს კონკრეტული 127-ია 300-დან. ანუ უკვე საკოლექციოა. უკვე აღარი წარმოება და რა ვიცი, ძალიან მაგარი დანა და ესეისთვის შემონახული ტკბილი ლუკმა. ეს სამი მოდელი, რასაც ხედავთ მეგობრებო, არის slip joint-ები, ჩამკეტის გარეშე დანებიანო, მაგრამ რა ანუ slip joint-ს თავისი პლუსები აქვს. ძალიან ლამაზი დანებია. აი ესეც ამ ფერშია გადაწყვეტილი, მოდისაც თავად გაჩვენებთ. ამ შემთხვევაში გვაქვს მწვანე ფერის ფეთ კარბონი, როგორც ხედავთ, backspacer-ი დამუშავება. რა ვიცი. და გავხსნათ თვითონ დანის პირი თავად ცალკე საოცრება, ესეთი ულამაზესი გრაინდები, შეწეული ლინზა გვაქვს ამ შემთხვევაშიც და ფოლადი მაგნაკათი. მაგნაკათი მეგობრებო და ესენიც ლიმიტირებულია, ეს კონკრეტული არის 176-300-დან. შესანიშნავად არის გათვლილი ყველაფერი, თვითონ ეს მექანიზმიც არ არის ძალიან უხეში, არც ძალიან რბილი, დაბალანსებული, როგორც ეკადრება მაღალი კლასის დანას. წონა ძალიან ადეკვატური მისაღები და ვიცი, ამ დანას მე მგონი მოუხდება კარგი ტყავის ჩასადების, რადგან საკიდი არ აქვს და ისედაც გიოთი შეიძლება მომაწოდე. გამოვში. ჩვენ მაღაზიაში ესეთი ჩასადებებიც მოიპოვება, ძალიან ლამაზები, კარგად დამუშავებული ხელით, აი ესე, შეგვიძლია ჩავდოთ აგვერდზე, შეგვიძლია ჩავდოთ ტაქტიკური კალამი, ფანარი, ну ცალკე ესეთი ჩასადებებიც გვაქვს, რომელსაც მეორე განყოფილება არ აქვს, უკვე სურვილის ამებს შეგიძლიათ თავად მოირგოთ. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს პირველ მოდელს, შემდეგი ესეთი ლურჯი თეთრ ფერებში და შავ ფერებში სამი ფერის ვეთ კარბონი აქვს. გადაწყვეტილი ფოლადი, აქაც რა თქმა უნდა მაგნაკათია და იგივე. ყველაფერი იგივე, მოკლედ არის ფერშია მხოლოდ სხვაობა რა. ეს დანაც ეს კონკრეტული არის 218-300-დან, ყველა არის 300 ცალი დამზადებული და ძალიან კარგი ამბავია ესეც და მესამე ფერი გახლავთ მეგობრებო, აი ესეთი ამ ფერებში თეთრი, წითელი, შავი, ლურჯი და ძალიან ლამაზი, ძალიან კარგად ზის. ამ დიზაინთანაც, ამ დაშვებებთან, ყველაფერთან მოკლედ ეს ფერები ვფიქრობ ძალიან კარგად მიდის. backspacer-ი და ფოლადი ერთი ფერის არის. ესეც მეც ისა დავესწენს დანას 25-300-დან. ეს კონკრეტული. ესეც ჩვენი slip joint-ები მეგობრებო, ვფიქრობ საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა მეტნაკლებად, მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ დანებით, მათი ხარისხით. დარწმუნებული ვარ თქვენც მოგეწონებოდა, დანარჩენი უკვე პრაქტიკაში უნდა ვნახოთ. დანარჩენი შემოიერეთ მაღაზიაში ნახეთ. ხო, სულ დამავიც და ბოლოს გამახსენდა ცოტა გვიანია, მაგრამ ჯობს გვიან. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაეხმაროთ ჩვენს აქს განვითარებაში. ვიდეო თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ. კიდევ გავაკეთეთ Instagram-ი, Facebook-ი, იქაც შეგვიძლიათ გვადევნოთ თვალყური და TikTok-ზე. მადლობა და მოვებით აგემშვიდობებით.